დილამშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ჩემი მანქანიდან ვიფიქრე იმაზეც, რომ ხომ არ გავიდე, სადმე კაფეში ხომ არ დავჯდე და იქიდან ხომ არ შემოგიერთდეთ, მაგრამ მერე ვიფიქრე სხვათა შორის, როდესაც კაფეში ზიხარ და მრავალი თვალი გვხდება, კონცენტრაციაზე ხელს გიშლის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ისევ ჩემს მანქანაში დავრჩე და აქედან გესაუბროთ. ახლა რაზე მინდა რომ ვისაუბრო დღეს? სხვათა შორის გუშინ მინდოდა რომ ვესაუბრა თქვენთვის აი ამ თემასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც აუცილებლად განვიხილავ მე ამ მოკლე მომავალში. მოგესალმებით, ჩემო მიერთდნენ. თემა ჯანსაღი სექსუალურობა საქართველოს ფარგლებში, შორის ფარგლებში. ხომ? ამაზე ვისაუბრებ შემდეგში, ახლო მომავალში, როგორც გითხარით, მაგრამ დღეს ვისაუბროთ ასაკზე. ძალიან მალე მივუკაკუნებ 40 წელს და წეღარ მოვისმინე ერთ-ერთი ქალბატონის გულის ტკივილი, რომ ტირის, რომ ძალიან მინდა გავიდე უცბად საღამოს მომაწვება, ესეთი შეგრძნება, რომ წამოხტომა მინდა გავლა მეგობრებში, მაგრამ უცბად გამახსენდება, რომ 58 წლის ვარ. ქალბატონი და ტირის და მეგობრები აღარ მყავს, ამბობს ქალბატონი და სხვათა შორის ძალიან ბევრი ის იყო, რა ქვია, სიცილი და ղრჭიალი ამაზე რა და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ იცით რა არის ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხო ეს ქალბატონი რა და მეც შევეხები ამ თემას. საიდან მოდის ასაკი? ჩვენ ვიცით რომ ესე იგი ასაკი არის ათვლა, ათვლიდან დაკავშირებული დაბადების წუთიდან და წამიდან ითვლება შენი ასაკი. მოკლედ ერთი ერთწლიანი ციკლი შესრულდება და ამას დავარქმევთ 1 წელს, შემდეგ დასრულდება 2 წლიანი ციკლი და დავარქმევთ 2 წელს, 3 წელს, 4 წელს და ასე ავდივართ ჩვენ სადღაცამდე, თქვათ 120, აჰა, სულ ბევრი. ხო, 120 წლამდე ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ. და ჩვენ დაახლოებით აი ამ ჩარჩოებში ვჯდებით, რომ ადამიანები ამ და ამ ასაკში უნდა იყვნენ ესეთები და ესეთები, უნდა იყვნენ აუცილებლად ესე და ესე გამოიყურებოდნენ და ეს ჩარჩოები ვიღაცამ სადღაცა როგორღაც ჩამოაყალიბა. მაგალითად, იყო ესეთი შტაინერი, რომელმაც გამოიკვლია ასეთი რამ, რომ არსებობს 7 წლიანი ციკლები თურმე, რომელ 7 წელშიც ადამიანის ცნობიერება დიდ ნახტომს აკეთებს და გადადის აბსოლუტურად სხვა ეტაპზე. მაგალითად, თუ კი პირველი 7 წელი შენ იყავი დედიკოსა და მამიკოს მფარველობის ქვეშ, შემდეგი 7 წელი ეს არის სატურნის 7 წელი, რომელიც პირდაპირ გავალებს და გაძლებს ახალ დავალებებს. მაგალითად, თუ კი 7 წელი დედიკოსთან და მამიკოსთან თბილად იყავი, მომდევნო 7 წელი შენი იქნება საზოგადოებაში გასვლის წელი, სხვა ადამიანებთან გაცნობის წელი, შესწავლის წელი, შენი თავის შეცნობის წელი. ეს არის წერა კითხვის წელი და სხვათა შორის ფსიქოლოგიაში ეს არის წელი, რომელშიც ადამიანები, ანუ ძირითადად მამაკაცები, გადაინაცვლებენ მამის არქეტიპში. მამის არქეტიპს უფრო ჩამოეკიდებიან ხოლმე, ვიდრე დედის არქეტიპს. ანუ თავისუფლდებიან დედისგან და გადადიან მამის ემოციის დამოკიდებულებაზე. თუ მანამდე დედიკოზე იყვნენ დამოკიდებული, ახლა ისინი ხდებიან მამაზე დამოკიდებული. მამა ხდება მათთვის მნიშვნელოვანი ფიგურა და მამა არის ის, ვინც არის მისაბაძი პიროვნება. საინტერესოა. შემდეგ გადავდივართ შემდეგ 7 წელში, ეს არის უკვე 14 წლის ასაკიდან, იწყება უკვე ჩარჩოებიდან გათავისუფლების ასაკი, პუპარტეტი, ხო? აი, სადაც უკვე ბავშვები იწყებენ თავის დამკვიდრებას, უკვე თავისი სიტყვის დამკვიდრებას, მუშტის ხელის დარტყმას და მე ვარ აქ დათვი და ეს არის ჩემი ტორი, ხო? რო იცახიან ხოლმე ძველმოდური მამაკაცები. ხო და ეხლა რა ხდება აქ? ნახეთ, როდესაც ჩვენ ამ ვითარებებს, ამ ზრდებს ვაკვირდებით, ხო? ვაკვირდებით იმას, რომ რაღაცა შემთხვევაში ადამიანი განიცდის ტრანსფორმაციას, განიცდის ცვლილებებს, განიცდის შემოდის სხვადასხვა ხასიათები მასში, სხვადასხვა ინტერესები მასში და ამას ჩვენ ვაკვირდებით მასობრივად.
ანუ თვალი ჩვენი ქვეცნობიერი აკვირდება მასას და როდესაც ის ფიქრობს, აი ნახე როგორც აყოლილი ადამიანები ერთმანეთზე აყოლილები რო არიან და საკუთარი ინდივიდუალიზმი რომ არ განუვითარებიათ, ჯერ პიროვნულად რომ არ განვითარებულან, ისინი იღებენ ხოლმე ამა თუ იმ ადამიანისგან, ამა თუ იმ თვისებებს. რამე თუ თავის თავში ჩასვლა მათ ძალიან უძნელდება და აქედან გამომდინარე ისინი ადვილად იღებენ სხვისგან მაგალითებს. მაგალითად, იმან ჩაიცვა მოკლეკაფა, იმეც ჩავიცვა მოკლეკაფას. იმან ის ჩაიცვა და იმას ის მოეწონა და ეს საზოგადოებაში მიღებულია და აი ამან ის გააკეთა და ესე კარგად გაჭრა. აი ესეთ რაღაცებს ჩვენ ძალიან ადვილად ვიღებთ საქართველოში განსაკუთრებულად და აი ამ ჩარჩოებში მოვიქცევით ხოლმე მე ჩვენ და ვეღარ ვათავისუფლებთ თავს იმისაგან, რომ საზოგადოებრივი აზრი შენთვის აღარ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც შენი აზრი. შენი აზრი ყველაზე უპირველესად მნიშვნელოვანია. და მთავარი ის არის, რომ გააქვს რომ შენი აზრი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც წარმოქმნის ამ ასაკის ჩარჩოებიდან გამოსვლას. ანუ წარმოქმნის გამოსვლას. ანუ ანგრევს ჩარჩოებს. რატომ? იმიტომ რომ შენ არ ექცევი საზოგადოებრივ ჩარჩოებში, მაგალითად. არ ექცევი მოდის ჩარჩოებში, არ ექცევი სოციალური იმ პროპაგანდის ჩარჩოებში, რომელიც ვრცელდება ხოლმე რაღაც ამა თუ იმ მარკეტინგის გამო. ხომ? ანუ შენ არც ფულის მონახარ, არც ვიღაცის დაგეგმილი ჩარჩოს მონახარ, სისტემის მონა აღარ ხარ ამ შემთხვევაში. აი მაგალითად, მე მოგიყვანთ მაგალითს. როდესაც ადამიანს ეშინია განრისხებული ადამიანის დანახვის, ესეც ჩარჩოში მოქცეული ადამიანია. როდესაც ადამიანს ეშინია იმ ემოციის გარეთ გამოტანის, რომელიც თვითონ შინაგანში აქვს და იკლავს. იყოს ეს სექსუალურობა, იყოს ეს ვნება, იყოს ეს რისხანება, ყველანაირი, აბსოლუტურად ყველანაირი შინაგანი ემოცია რაც უჩნდება ადამიანს, მისი გარეთ გამოტანის ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩარჩოები აქვს გასარღვევი, რომელიც გეუბნება. ვაი თუ ესე თქვან, ვაი თუ ბულინგი დაგაბულინგონ, ვაი თუ მერე ამას ეს მოყვეს, ვაი თუ და ეს ვაი თუ არის უამრავი სახის. ერთადერთი ვაი თუ, რომელმაც უნდა თქვას ადამიანმა, მე რომ ეს ემოცია შიგნით დავიტოვო, ვაი თუ გამანადგუროს. აი, ეს არის ემოცია, რომელიც ადამიანისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ყველაზე პირველ რიგში მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ადამიანისთვის, ვაი თუ იმ ემოციამ, რომელიც ახლა მე დავფარე, დავმალე, ჩავკალი, დავთრგუნე, ვაი თუ ამან გამანადგუროს. ვიდრე ჩვენ იმაზე დავიწყებდეთ ფიქრს, ვაი თუ ვიღაცამ დამცინოს, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვაი თუ მე ამ ემოციამ გამანადგუროს. რამე თუ უკვე მტკიცებულებები არსებობს, რომ ენერგეტიკული ველები, რომლებიც შენში იხსნება და არ გამოდის გარეთ და შიგნით შენში კლავ, ან ატყვევებ, ან აბრუნებ, ისევე შენს ჯანმრთელობას აზიანებს და ძირითადად კლავს იმას, რაც ღმერთმა მოგცა შენ ტალანტად. ამიტომ მეგობრებო, ძალიან ბევრს გაუკვირდა, რომ მე ცეკვაც შემიძლია. და ძალიან ბევრს გაუკვირდა, რომ მე ყვირილიც შემიძლია. მაგრამ ის არ გაუკვირდათ, რომ მე ჩვეულებრივად ლაპარაკით შემიძლია. ის არ გაუკვირდათ, რომ მე ამდენი სატანა შემიძლია. არა, გაუკვირდათ მხოლოდ ის, რაც ჩარჩოებშია მოთავსებული, რაც ჩარჩოებშია დატყვევებული და რასაც კაცობრიობა არ აკეთებს. თუმცა ისიც არ იცის, მას რა უნდა და რა არ უნდა, იმდენად უკვე საზოგადოებრივ აზრზე არის გადასული. სხვის აზრზე და არა თავის შინაგან ხმაზე. როდესაც შენ შინაგან ხმას ძალიან კარგად გაიცნობ, აქ საზოგადოებრივი აზრი ნაკლებად გაინტერესებს. რატომ? იმიტომ კი არა რომ შენ ხარ ეგოისტი, იმიტომ რომ შენ გიყვარს შენი თავი და იწყებ შენი თავის შეყვარებას. მაშასადამე თუ კი შენ დაგიყენეს ჩარჩო, რომ 1-დან 40 წლამდე შენ ხარ უნდა გახდე გაიარო ეს
განვითარება და უნდა გახდე ასეთი და ასეთი. ესე უნდა ჩამოყალიბდე და ესე არ უნდა ილაპარაკო, ისე უნდა ილაპარაკო. ესე არ უნდა დაჯდე, ისე უნდა დაჯდე. ესე არ უნდა მოიქცე, ისე უნდა მოიქცე. ხვდებით, ჩამოგიყალიბეს, როგორი უნდა იყო. ანუ გამოდიხარ შენ ერთგვარი მარიონეტი, რომელიც უსუსურია და უნაროა, რომ აი ეს ჩარჩო ადგეს და გაარღვიოს და თქვას. იცით რა? აი აქ ვსვავ წერტილს და ვამბობ, შენ კი არ მეუბნები მე როგორი უნდა ვიყო. ჩემი თავი მეუბნება მე როგორი ვარ და დაგანახო შენ როგორი ვარ. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანები ამა თუ იმ ადამიანებს, რომლებიც გასულები არიან ჩარჩოდან და სალოსობას უწოდებენ, სალოსობა კი აღარ დაერქმება იმას, დაერქმება ნორმალური ვითარება. ჩვენ დავაკვირდებით ამ ადამიანს, გავიცნობთ ახალ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, ჩვენ იმდენ რამეს გავიცნობთ ადამიანში, რომ წარმოუდგენლად შეიძლება მოგვეჩვენოს ახლა. იმდენი სხვადასხვანაირი ადამიანი არსებობს, თუ კი ადამიანებს შინაგანი ხმა კარნახობთ. თუ კი ადამიანები მოусმენენ შინაგან ხმას, ჩვენ აბსოლუტურად გვექნება უამრავი ფერის, ცისარტყელების ფერის საზოგადოება. და აღარ შეგვაშინებს ის, რომ ვიღაცამ იყვირა, ვიღაცამ მოეფერა, ვიღაცამ აკოცა, ვიღაცა გაშეშვლდა, ვიღაცამ ჩაიცვა. გესმით? იცით რამდენი სახის შინაგანი ხმა არსებობს, რომელსაც ატყვევებთ თქვენ? და პირდაპირ მნიშვნელობით სახარებიდან გეტყვით, არ არის კაცი რომ არ სცოდოს და ცხონდეს, არის ზუსტად ამაზე კონცენტრირებული, რომ შენ თუ შინაგანი ხმა არ გაიცანი, როგორია? შენ თუ ის, რასაც შინაგანი ხმა გეუბნება, ეს მინდა რომ ვითამაშო. ეს მინდა, ეს თამაში მინდა. ხომ? იმას ვერ განკურნავ. აქედან გამომდინარე, გამარჯობა ნანა. აქედან გამომდინარე, აღვირახსნილობაც, ნარკომანიაც, სექსომანიაც, აზარტულობაც მოდის იქიდან გამომდინარე, რომელი ენერგიებიც ჩვენ დაბადებიდან დღემდე დავატყვევეთ და რომელი ენერგიებიც, აი როგორც 14 წლის ასაკში ახალგაზრდა იწყებს ბუინს, უპარტეთს რო ეძახით ჩვენ, ხო? ისე ჩვენი შინაგანი ხმა იწყებს ერთ დროს გამოხეთქვას. და ეს გამოიხატება ისევე როგორც დამოკიდებულებაზე, ალკოჰოლიზმში, სიგარეტში, თამაშებში, სექსზე, სხვადასხვა საჭმელზე, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი დაავადებები არსებობს, რომელსაც ვერ ვმართავთ. იმიტომ ვერ ვმართავთ, რომ ჩვენ ვეცადეთ არაბუნებრივად დაგვეტყვევებინა ყველა ის ემოცია, რომელიც გვითხრეს, რომ უნდა დაატყვევო, ამის გარეთ გამოტანა არ შეიძლება, საზოგადოება რას იტყვის. და მერე რაღაცა ასაკში შენი შინაგანი ამას უძლებს, ფიზიკურობა ამას უძლებს, მაგრამ არ არსებობს, რომ ბოლომდე გაუძლოს, სადღაცა მაინც გამოსკდება ეს, გესმით? ეს თუ არ გამოსკდება, მაშინ იუდას პოზიციაში მოვექცევით, მაშინ შენ თავს მოიკვეთავ. გესმის? თავს მოიკლავ. ამიტომ ყველანაირი დაავადება არის იქედან გამოწვეული, რომ ჩვენ მოგვაქციეს ჩარჩოებში, როგორც დემურგმა მოაქცია სული ხორცში, დემურგმა, დაცემულმა ანგელოზმა. ისე ჩვენ ვაქცევთ აი ამ ყველა ემოციას ჩარჩოში, რომელსაც ვერ იტევს ჩვენი შინაგანი. აუცილებლად სჭირდება მას გამოტანა გარეთ. შენ თუ ეს არ გამოიტანე, ავადმყოფობები შენ გონია მოდის სადღაცა ციდან, შენი შინაგანიდან. შენი შინაგანი ემოციიდან მოდის ავადმყოფობები. რამე თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდი ენერგიის მატარებლები არიან და ასეთ ადამიანებს ბავშვობიდანვე უქოლავენ, უსპობენ იმ ველს, იმიტომ რომ თავიდანვე ხედავს თვალი, რომ ეს ადამიანი ბევრს შეცვლის და არ სურს სისტემას, არ სურს. ამიტომ კონტროლდება სკოლები, ჩამოყალიბდა ორგანიზაციები, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, სკოლებში, ბაღებში, უნივერსიტეტებში და მედიცინა არის უძლიერესი საკონტროლებელი მანქანები,
რომლებიც ადამიანის განვითარებას პირდაპირ სარს არჭობენ, განვითარების საშუალებას არ აძლევენ. ახლა მოვიდნენ ახალი წარმომადგენლები. რელიგია რა თქმა უნდა, რელიგია უპირველეს ყოვლისა არის ჩარჩოში მოსაგდები. გაიხსენეთ რა თქოს ქრისტე. ყველა კანონი აქცევს ჩარჩოში. ამიტომ კანონები არა, დოგმები და კანონები ქრისტესი არ არის, მეგობრებო. ეს არავინ მოგატყუოთ, რომ ქრისტე მოვიდა და ჩვენ დოგმებზე დაგვიწყო საუბარი და კანონებზე დაგვიწყო საუბარი. არ არსებობს ეგეთი რამ ქრისტეს ცნობიერებაში. ქრისტე არის უმაღლესი ტრანსცენდენტალური გამოცდილება. ის არის ჩარჩოებს გასული. იმ ჩარჩოებს გასული, რომელსაც ასევე სიკვდილი ქვია. სიკვდილი არის ჩარჩოში მოქცევა. შენ დაგარწმუნეს იმაში, რომ სიკვდილი არსებობს. თუმცა ქრისტე მოვიდა და გითხრა: შემომხედე მე, 3 დღეში აღვდგები. 3 დღე ნახევარში აღვდგები. ტრანსცენდენტული ვარ და იმიტომ. ტრანსცენდენცია არის ის, რაც საზღვრებს გარეთ გაგაყვანინებს თავს. საზღვრებს გარეთ. რა საზღვრებს გარეთ? ჯერ საზღვრები უნდა იცოდე, რა საზღვრები არსებობს, ხო? და შემდეგ შეიძლება ამის გარეთ გახვიდე. თუ არ იცი რა საზღვრები არსებობს, შენ ვერასდროს ვერ მოგაფიქრდება, რომ საიდანღაც სადღაცა უნდა გადახვიდე. გესმის? ამიტომ შენ თუ დაიწყებ იმ საზღვრების დაფიქსირებას, რომლებიც დღემდე დაგვიკანონეს ჩვენ ანტიქრისტეებმა, ანტიქრისტიანულმა სისტემამ და გითხრეს ესეთი უნდა იყო, ესეთი უნდა იყო, ესეთი, აქედან აქამდე უნდა იცხოვრო, მერე უნდა მოკვდე. აქედან აქამდე დაბერდები, თუ არ დაბერდი, რაღაცა უცნაურია შენში. რამდენი წლის ხვდები თუ იცით? გამოიცანით აბა. დამიწერეთ რა აქ. გამოიცანით რამდენი წლის ხვდები 7 დღეში. მაინტერესებს ეთი რა ასაკს მომცემთ. ვინც არ იცით ჩემი ასაკი. თორე ვინც იცით, ხშირად გავაშხერე ჩემი დაბადების რიცხვი. არ არსებობს სიბერე, არ არსებობს სიკვდილი. არ არსებობს არანაირი ჩარჩო. ჩვენ ვქმნით მას. რაც ჩვენი შექმნილია, ჩვენვე შეგვიძლია დავანგრიოთ. რამე თუ ყველანაირი ჩარჩო არის მამა ზეციერის წინააღმდეგი. რამე თუ მამა ზეციერი არც ერთ ჩარჩოში არ ზის. მამა ზეციერი არის სრულიად ტრანსცენდენტალური, ანუ სრულიად თავისუფალი. სრულიად გასული, სრულიად ყველაფერში და ყველგან. 39 წლის ხვდები? დაამრგვალე და მე უფრო ადვილი იქნება. ხო, მეგობრებო, როდესაც ვიყავი 17 წლის, ადამიანებს ვეგონე 27 წლის. როდესაც ვიყავი 27 წლის, ადამიანებს ვეგონე 17 წლის. გინდათ გითხრათ საიდან? ჩემი ყურით მოვისმინე. 17 წლის როცა ვიყავი, ხო, სახელი გვარი 40-ის. 17 წლის როცა ვიყავი, შეყვარებული მყავდა. უბრალოდ შეყვარებული, შემიყვარდა ადამიანი, შევუყვარდი მასაც. ის იყო 29 წლის და 9 წლის და მე ვიყავი 17 წლის. თუმცა მისთვის იყო დიდი შოკი, როცა გაიგო მე ვიყავი ჯერ არასრულწლოვანი, წარმოგიდგენიათ? ეს დიდი შოკი იყო მისთვის, იმიტომ რომ მას ეგონა მე ვიყავი 27 წლის. თუმცა ვიყავი 17 წლის. კარგი, გავიდა 27 წლის გავხდი. გერმანიაში ვარ, უკვე ვსწავლობ, უკვე ჭაღარა მაქვს და შევდივარ მაღაზიაში და მინდა ვიყიდო ისეთი რამ, რაც არ შეიძლება რომ იყიდოს არასრულწლოვანო. და მეკითხება ქალბატონი, თქვენი პასპორტი, თქვენი ისა რა ქვია მაგას. ლოტოს ყიდვა მინდოდა სხვათა შორის, რამე ისეთის არა. არც ალკოჰოლის და არც სიგარეტის. თქვენი აუსვაისი, ანუ პირადობის მოწმობა მეუბნება. გამოვშტერდი. ქალბატონო, მე თქვი, მეხუმრებით? გერმანულად ვესაუბრები. არა, მართლა ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებითო და თქვენი ის ჭირდებაო, ისე ვერ მოგცემთო.
და რომ მივაწოდე მე ეს ხუბრობა მეგონა ბოლომდე რომ მივაწოდე პასპორტი ქალმა შოკი მიიღო ანუ ესე იგი ნახეთ მე როგორ გითხრათ რა ტრანსცენდენტალურ ადამიანებს არ ეტყობათ ასაკი ჩარჩოდან გასულ ადამიანებს თავიდანვე აი ძალიან ახალგაზრდობაში დამეწყო ეს პროტესტი იმის მიმართ რომ ყველაფერი ჩარჩოშია მოქცეული თვით გარდაცვალება და დასაფლავებაც ჩარჩოშია მოქცეული იმიტომ რომ ჩარჩოში ვართ მოქცეული როცა გარდაიცვალება ადამიანი ყველამ ვიცით რომ უნდა ვიტიროთ და დავიფხოტოთ თვალები და ტანი და თავი და რაღაცეები და გავიხედოთ 5 წუთში დავჯდეთ საჭმელად და ჭამოთ არხეინად გესმით ეს ჩარჩოა ყველაფერი ჩარჩოა მეგობრებო რა ეს არის ყველაფერი რიტუალი გავიარეთ ეხლა ჭამოთ ვიწყნარებთ თავებს ეგოს გესმით რომ აი ეს ხო გავაკეთეთ აი ეს წესდების ზაგვარად ხო და ამის მიმართ ყოველთვის ანუ მარტო ეს ერთი მაგალითია მაგრამ ყველანაირი ჩარჩოს მიმართ ქონდა პროტესტი და როდესაც მე გავხდი რამდენი წლის ხო 27 ეხლა 37 წლის რო გავხდი 37 წლის რო გავხდი რა მომივიდა მაშინ არ ვიცი რა მომივიდა აღარ მახსოვს მაგრამ მე რო ვაკვირდები ჩემს ასაკის ქალბატონებს იმდენად ჩარჩოში არიან მოქცეული რომ ისინი გამოიყურებიან მართლა 40 წლის ადამიანებად გესმით ანუ ისინი გამოიყურებიან როგორც უკვე დაბერებული ქალები როგორც უკვე როგორ იცით აი ბავშვური რომ მასში არ შეიძლება რომ იყოს ინფანტალურიო თუ რას უწოდებს ეს ფსიქოლოგიური სამყარო ამას კლასიკური ფსიქოლოგია შენ თუ თამაში მოგინდა და ბავშვებთან ერთად ისკუპავე და იხტუნავე ან რაღაცა ისეთი გააკეთე რასაც ძავში ვერ მოუვა 40 წლის ადამიანს ხო იყავით ვითარცა ბავშვი რომ გახსენებს ქრისტე რატო გეუბნება ამას რომ იყავი ვითარცა ბავშვი ნუ ხარ ჩარჩოში ნუ მოექცევი ჩარჩოში ბავშვები არ არიან ჩარჩოში მოქცეული სანამ ჩვენ მათ არ მოვაქცევთ ბავშვებს ჩარჩოში გესმით დააკვირდით ბავშვებს ისწავლეთ ტრანსცენდენცია რა ხდება ბავშვი რას ის უფლებას აძლევს ბავშვი თავის თავს და ნუ კი სად იძაბებიან ეხლა ნახეთ დაძაბვა არსებობს ესეთი რა როდესაც ჩვენ შევდივართ ისეთ ფაზაში რომ ბავშვი გადის ანალურ ფაზას აი ესე ქვია ანალური ფაზა ქვია მაგას როდესაც ბავშვი იწყებს თავისი სასქესო ორგანოების აღმოჩენას გესმის და ამა თუ იმ ადამიანების რეაქციას ვაკვირდები ხოლმე რა ეხლა 3 ბავშვი მყავს და 3-ვეს ჰქონდათ ეს ფაზა ნუ მე ხო ვიცი ეხლა რა ფაზაც არის მაგრამ დაძაბულობა სად არის ეხლა ნახეთ არა ადამიანის შაბათისთვის არამედ შაბათი ადამიანისთვის ხო კი ნამდვილად სახელდაგვარი შეგიძლია მოვიყვანოთ ზუსტად მაგალითადაც დაძაბულობა სად იწყება ხოლმე იცი უცბად მზერა ეცვლება ადამიანებს რას აკეთებს საიდან იცის რა იცის რომ იქ უნდა მოიკიდოს ხელი ჩარჩოში მოქცეულ ადამიანებს ეს რამე ხო არ არის საშიში ხო არ არის და უცბად იწყება აქ წამოვა ეს ჩარჩოებში მოქცეული ადამიანების აზროვნებები შიში რა ხდება ეს მეც არ ამის უფლება მეც არ მაქვს ბავშვს რატო უნდა ქონდეს ამის უფლება გესმის და აქვე იწყებენ უკვე ბავშვი ჩაკლას სექსუალურობის ჩაკლას და აი ამას მოვაყოლებ მე ჯანსაღი და ჯანსაღ სექსუალურობას ჩემს მეგობარ ფსიქოლოგ ბავშვობის მეგობარ ფსიქოლოგ ია როზისთან განვიხილავ ამ თემას აუცილებლად სიღრმისეულად მაგრამ სექსუალურობაზე აქ დავასრულებ ახლა მე საიდან იწყება ბავშვის სექსუალურობის ჩაკლა და რატომ არიან საქართველოში 85% ქალების სექსუალურად დაუკმაყოფილებლები და რატომ ვერ განიცდიან ორგაზმს და ეს ძალიან ჩვეულებრივი საკითხებია ეს არის საკითხები ისეთი როგორზეც ძალიან ხმამაღლაც უნდა საუბრობდეთ და ძალიან თავისუფლადაც უნდა საუბრობდეთ ისევე როგორც ჩვენ საუბრობთ ყოველდღიურ
ჩაცმულობაზე, ყოველდღიურ კვებაზე, ყოველდღიურ ჯანსაღ ცხოვრებაზე, ხო? ჩვენ ამაზე აუცილებლად უნდა ვსაუბრობდეთ, იმიტომ რომ სექსუალურობა არის ის ერთადერთი ენერგია, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ ვიცხოვროთ. კი არ გვაიძულებს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავმრავლდეთ. დავიბადოთ. სექსუალური ენერგიის გარეშე დაბადება არის უკვე ევასა და ადამის მდგომარეობა. ადამისა და ევას მდგომარეობა, რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულების მიზნით დაიწყეს ბავშვების გაჩენა. მათ არანაირი შეგრძნება არ ქონდათ იმით, რომ მათ აქვთ ამის უფლება. იმრავლეთ და იხარენით, ღმერთი ეუბნება, ხო? კაცობრიობას როცა შექმნის. მაგრამ მერე შექმნის ადამ და ევას და იმათ მოათავსებს ჩარჩოში და ეტყვის, აი აქ არის 64. ამ 64-ში შენ ამის უფლება არ გაქვს. ეს ექსპერიმენტია, ხვდებით? ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელსაც აწარმოებს იალდაბაოთი ადამსა და ევაზე. ძალიან კარგად იცნობს მას, იმიტომ რომ კაცობრიობა უკვე შექმნილი აქვს მას და ძალიან კარგად იცნობს, რაც არის სექსი, რაც არის გამრავლება და რაც არის ესა თუ ის საკითხი, ხო? და როდესაც ის ედემის ბაღში აიყვანს და ეუბნება, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება ამის. მაგრამ იქ შევა ერთ-ერთი მაცდური კიდევ გამარჯობა. ერთ-ერთი მაცდური კიდევ ერთი დაცემული ანგელოზი, რომელიც ეტყვის ევას. იცი რა, მოდი აქ შენ მე რაღაცას გაჩვენებ. და ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. ნაყოფს გამოიღებს. ხო და ნაყოფი გამოიღო კაინი და აბელი. მეც აღარ გავაგრძელებ ახლა, დანარჩენი თქვენი აზროვნეთ. ამ ინფორმაციებს, მეგობრებო, ერთ ცნობას დაარქვეს გველი და მეორეს ვაშლი. საიდან რატომ როგორ რატომ? იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემ ბავშვებს რო ვუყვები მე ადამ და ევას შესახებ, მე იქ მათ ვერ ვესაუბრები სექსზე და ნაყოფზე, გესმის? მის ნაყოფზე. ამიტომ მე უნდა მოვიგონო რაღაცა ისეთი ენა, იოლი ენა, რომელიც ბავშვის გონებას რომელსაც ბავშვის გონება ჩაწვდება. ამიტომ დღემდე ჩვენ ვყავდით აი ამ გონებაში დატყვევებული, რომ ადამ და ევამ ვაშლი ჭამეს. გესმით, სად ვყავდით დატყვევებული. ნუ ეხლა ჩემი მსმენელი უკვე ვაშლსა და ბანანს გასცდა ალბათ უკვე და იცის რაზეც არის საუბარი, ხო? რაც ძუნებაზეც არის საუბარი. ამას შინაგანად თუ არ მიხვდი და არ გაიზარდე, ჩვენ გვესაუბრებოდნენ, გაიხსენეთ, ილია მეორე ყოველთვის ამბობდა, ჯერ დრო არ არის. ჯერ კაცობრიობისთვის დრო არ არის. ჯერ არ არიან მზად. სანამ ბავშვი არ დაიწყებს იმის დანახებას, რომ იცი რა, მე ჩემი სასქესო ორგანოც აღმოვაჩინე და ანალური ფაზაც, ხო? ილია მეორე ვერ მოვა იმის აზრზე, რომ შენ დაგიწყოს ამაზე საუბარი, რომ რა ხდებოდა სინამდვილეში 64-ში და ვინ რა აწტუნა და რა მოხდა. გესმის? ილია მეორე შენ ჯერ კიდევ პატარა ბავშვი გონი ხარ. ამიტომ ამბობენ, რომ ყველა მოკვეთეს, ვინც ხმამაღლა საუბარი დაიწყო ამ თემებზე და ბოლოს ამ ქალს ვერ დაატყვევებენ. იციან, ხო? იმიტომ რომ ბოლოს უნდა გამოვიდეს ხმა, უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა ამ თემებზე. იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ იესო ქრისტემ ის არ იყო, რა ქვია, ფლეგმა კი არ იყო. იესო ქრისტე აბსოლუტურად სრულყოფილი მამაკაცი იყო, რომელსაც ყავდა ცოლი. არა, ცოლი არ ყავდა. ცოლი საშინელებაა. ცოლი ცოდვა. სექსი ცოდვა. ცოდვა იცით რა არის, მეგობრებო? ცოდვა არის ის, როდესაც ქალი და მამაკაცი ქორწინდება გარიგებით
აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა და მიზიდულობის ზალა მათ არ აქვთ და შემდეგ ისინი წარმოქმნიან ნაყოფს აი ამ უენერგიობისგან მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებისგან აი ეს არის ცოდვა მეგობრებო ცოდვა არის ის რომ ქალი მამაკაცს ატყუებს რომ ორგაზმი მიიღო ეხლა იმიტომ რომ მოაჩვენოს თავი მამაკაცს ცოდვა კიდე ის არის რომ საერთოდ არც თავს არ აჩვენებს და არც არანაირი სურვილი არ აქვს ამ მამაკაცთან დაწოლის და სექსუალური ურთიერთობის და მაინც აკეთებს შეურაცხყოფს თავის სხეულს რომელიც ღმერთმა მიანიჭა მას როგორც საჩუქარი და შეურაცხყოფს იმ მამაკაცსაც იმიტომ რომ აბსოლუტურ სიცრუეში ამყოფებს აი ჩვენ სადაც ვართ მოქცეული ჩარჩოში იმ საზოგადოებრივი ნაყოფის სახე არის დღევანდელი საზოგადოება და დღევანდელი საზოგადოება აბსოლუტურად დაზიანებული საზოგადოება არის როგორც ცნობიერებით ისე ფიზიკურობით და ისე სულიერებით სამი სხეული არსებობს ფიზიკური, მენტალური და ასტრალური სამივე საგრძნობლად დაზიანებულია ამიტომ არის ამდენი ავადმყოფობები მომრავლებული და ამიტომ არის ამდენი ფარმაცია რომ შემოდის საქართველოში და რომ ყოველ ორ ნაბიჯში იხსნება აფთიაქი და რომ ეს აფთიაქები სულ ყოველთვის სავსეა როცა შეხვალ თქვენ არ დაფიქრებულ ხართ ამაზე ხომ როგორ მოახერხა ამ ფარმაციამ ესე რომ კაცობრიობა ესე დამოკიდებული გახადა თავის თავზე როცა ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის დროს ავიღოთ 60-70 წლის უკან წამალი არ იცოდა ადამიანმა რა იყო როგორ მოხერხდა ეს 70 წელი ძალიან მცირეა იმისათვის რომ ასე ავადმყოფებულიყავით ძალიან მცირე არის იმისათვის რომ ადამიანის ფიზიკურობამ უცბად ტრანსმუტაცია განიცადოს და ავადმყოფი იყოს ქრონიკული არ დაფიქრებულ ხართ იმაზე რა ხდება რატომ არის ეს ავადმყოფობები გვწამლავენ რა არ იწამლებოდნენ ადრე ადამიანები ვიღაცა იტყვის რომ ადრე კვდებოდნენო არა არ არის ეს მართალი არ კვდებოდნენ ადრე ჩვენ მოქცეული ვართ ასაკის ჩარჩოში იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და ჩვენმა შინაგანმა ესე იგი პროგრამაში ჩაგვიდეს რომ როდესაც გახდები 40 წლის აი დაახლოებით ისე უნდა გამოიყურებოდე როგორც ხვები სხვა 40 წლის ასაკის ადამიანების მსგავსად და როდესაც გახდები 60 წლის შენ უნდა გამოიყურებოდე არა და შინაგანად იცით ქალი როდის იწყებს ცხოვრებას ყველაზე საუკეთესო წლები ქალის რომელია როდესაც 40 წლის გახდება და 40 წლიდან 60 წლამდე ქალი გადის საუკეთესო პერიოდს სადაც არც ის აზრები აწუხებს რომ ვიღაცაზე უნდა იყოს დამოკიდებული ან ვიღაცის მონა უნდა იყოს ან ვიღაცას უნდა ემსახუროს ან და აქ იწყებს ქალი თავის აღმოჩენას და რა თქმა უნდა აქ იღვიძებს ასევე ჯანსაღი ქალის გონებაში იღვიძებს ყველა ის ენერგია რომელიც დატყვევებული იყო აქამდე აღარ ჩამოვთვლი ახლა ნებისმიერი სახის და თუ ამ ასაკშიც შენ ეს კვლავ ტყვეობაში გააგრძელე შენი თავის ასეთი ყოფნა მაშინ შენ აუცილებლად დაგარტყავს ასაკი მაშინ შენ აუცილებლად გაგიჩნდება ნაოჭები მაშინ შენ აუცილებლად დაემსგავსები ბებიას აუცილებლად ჩაგითრევს ის ჩარჩო რომელიც პრინციპში უკვე
დანგრევის პირას არის მისული, იმიტომ რომ დღესდღეობით გვაქვს სოციალური სფერო, სადაც ჩავიხედავთ და 60 წლის ასაკში ქალი თურმე ტენისის ბურთს ეთამაშება, ანუ ტენის თამაშობს. და გაგიკვირდება, როგორ 60 წლის ასაკში ბებია ჩემი მიწას თოხნიდა და ხელები ესე ქონდა დაღვაჭკული და დაჯყარკული. და ეს ქალი რატო გამოიყურება სექსუალურად? 60 წლის ასაკში ქალმა როგორ უნდა ჩაიწოს მოკლე კაბა? შეუძლია. თუ კი ის არ არის ჩარჩოებში მოქცეული. ესენი არიან განსაკუთრებული ადამიანები 1, 2, 3, 10, 100, მაგრამ 9 მილიარდი არის ჩარჩოში მოქცეული. მას შესაძამე მეგობრებო ტრანსცენდენტური ფსიქოლოგია, ანუ ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგია გასწავლის იმას, როგორ უნდა გათავისუფლდე ჩარჩოებისგან. არა აღვირახსნილი, არა, აღვირახსნილობა არის ის, რომ შენ შინაგან ხმას ატყვევებ და ხარ შინაგანად, ესე იგი ისეთი აღვირახსნილი, რომ შეიძლება შენი თავისაც გაგიკვირდეს. მაგრამ ტრანსცენდენტალური ნიშნავს იმას, რომ შენ თავს იცნობ და აკონტროლებ შენს საზღვრებს. როგორ გინდა გმართოს ემოციამ, თუ გინდა მართო ემოცია. გინდა იცეკო ემოციასთან? გინდა გაიცნო რა არის ემოცია? მაშინ შენ ის აუცილებლად უნდა გამოუშვა გარეთ და შენ მართო ის და არა იმან გმართოს შენ და შინაგანად დაგანგრიოს და გლეწოს. მარინა ზარქო ამბობს 100%-ით 100-ია ჩარჩოების ამბავი. დიახ, ნუ დაალეწინებთ თავს საკუთარ სხეულს. თქვენ იმ ჩარჩოებს, ნუ დალეწეთ ჩარჩოები, მეგობრებო. თქვენ კი ნუ დაალეწინებთ თავს ამა თუ იმ პროგრამას და სისტემას. თქვენ თვითონ დალეწეთ ჩარჩოები და გათავისუფლდით. თუ არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, იცით რა, მე რომ გითხრათ რომ დამიკავშირდით მეთქი, უბრალოდ დრო არ მექნება იმისათვის რომ თქვენ პირადი გასაუბრებები გავიაროთ თქვენთან, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი დრო ძალის ხმევა სჭირდება და მე ძალიან მცირე დრო მაქვს, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ განვითარების პროცესში ვარ და ძალიან ბევრი რამის სწავლის პროცესში ვარ. მე ვერ შეგვიდებით იმას, რომ მე შემიძლია თქვენთვის გამოვყო დრო და გიშველოთ ამ საკითხში, მაგრამ ძალიან ბევრი ქალისთვის არის ეს აუცილებელი საკითხი. იმიტომ რომ თუ დღემდე მატრიარქატი იყო დატყვევებული პატრიარქატის მიერ, მოდის დრო და მოსულია დრო, როდესაც მატრიარქატი ისევ თავის სიტყვას იტყვის და ამბობს. ვერ დაატყვევებენ მატრიარქატს. მატრიარქატი აუცილებლად უნდა გახდეს პატრიარქატის თვალის სწორი, გულის სწორი, პირის სწორი. გესმით? აუცილებლად. თუ ეს არ მოხდა, ომი იქნება ორივესთვის დამაზიანებელი, დამანგრებელი და განადგურდება ორივე მხარე, მამრიც და მდედრიც. ამიტომ არის ამდენი არეულობა, ამიტომ არის ამდენი ენერგეტიკული გაურკვევლობა, როდესაც მამაკაცი ვეღარ იგებს ქალია თუ კაცი და როდესაც ქალი ვეღარ იგებს მამაკაცია თუ ქალი. იმიტომ რომ ენერგეტიკული ველები აბსოლუტურად ქაოსშია მოქცეული, აბსოლუტურად დაულაგებელი და იმდენად დაუსუფთავებელია, რომ ყველაფერი არის თავდაყირა დამდგარი, თავდაყირა. ნებისმიერი გეი ადამიანი, რომელსაც სურს სექსუალური გამოცდილება მიიღოს მისივე მსგავს სექსის წარმომადგენელთან, სათავე აქვს აღებული ისევ და ისევ აი ამ ჩარჩოებიდან, სადაც როდესაც ანალური ფაზა იწყება ბავშვში, მშობელმა ეს გაუნადგურა, ჩარჩოში მოუქცია.
ეს არის მარცვალი, სადაც ჩაითესა, იზარდა და ბოლოს ამოხეთქა დიდმა ხემ და ამან გამოიყო თავისი ნაყოფი. და ხედავთ რა ნაყოფიც გამოიყო, ხო? აღიარებას მოითხოვს ყველა. გეიც, ლესბოსელიც და აბსოლუტურად ბისექსუალი თუ რაღაც წარმომადგენლები და მიმართულებები არსებობს. ელადაში პარადი ქალებს მიხავთ. არა, ესა ნონა, ეგ კიდევ სხვა რამეა, ანუ ქალებზე არ არის აქ საუბარი. ქალები ეს ემანციპაცია და ეს კიდევ სხვა რამეა, რომელიც დამახიჯებული ვითარებაა. აქ არის მდედრ ენერგიაზე საუბარი. მდედრი ენერგია, რომელიც იყო აქამდე დატყვევებული. თუ შენში მდედრი ენერგია არ გააღვიძე, რაც არ უნდა ქალად დაიბადო, შენ შეიძლება საერთოდ მდედრი არ გეწოდოს. თუ შენში არ გააღვიძე მდედრი ენერგია. გესმის? ანუ მრავალი ქალი, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის მდედრი. არ არის მდედრი, არა. სანამ ქალი არ მიხვდება ერთ რამეს. სანამ ვაშლს არ შეჭამს. არა, მაგ ვაშლზე არ არის ახლა საუბარი იქ. დემურგმა რომ ევაში აცნია, მაგ ვაშლზე არ არის საუბარი. აქ არის სხვა რამეზე საუბარი, მეგობრებო. აქ არის ყვავილის აღმოჩენაზე. შენი შინაგანი ყვავილი აღმოაჩინო. აი ეს ყვავილი რაღა არის საინტერესოა, ხო? ეს ყვავილი არის ის, როდესაც გახვალ ჩარჩოებიდან დაინახავ ულამაზეს სივრცეს. და ეს სივრცე არის იმდენად მრავალფეროვანი, რომ შენ ან შეიძლება შეგეშინდეს ამის, ან შეიძლება მიიღო და გიხაროდეს. გესმით? ამიტომ იცით რა არის, მეგობრებო? ყველაფერს თავისი დრო აქვს. 16 წელს რო ვიყავი, სცენაზე ვცეკვავდი და ისე ვცეკვავდი, რომ ჰაერში დავფრინავდი. ბალერინა არ ვიყავი, მაგრამ ძალიან მაგრად ვცეკვავდი, მაგრამ დღეს რატომღაც შემიცეკვა გაუკვირდა კაცობრიობის, არ ვიცი რამდენ პროცენტს. იცით რატომ, მეგობრებო? იმიტომ რომ ჩარჩოებში არიან მოქცეული. იმიტომ რომ ფიქრობენ, მე თუ დღეს ესე ვსაუბრობ, მხოლოდ ესეთი ვარ. იცით რა, მეგობრებო? როდესაც ადამიანს უყურებ, შენ როგორ წარმოდგენასაც შეიქმნი მასზე, ის ხარ შენ. იმიტომ რომ შენ ის რომ სხვანაირი დაინახო, შოკავს, გაბნევს. რაღაცას, იმიტომ რომ შენ უკვე ჩარჩო შექმენი იმ ადამიანის და იმ ჩარჩოში მოაქციე და ფიქრობ, რომ აი ეს არის ესეთი და სხვანაირი აღარ არის. და როდესაც ის უკვე გაჩვენებს სხვა სახეს, შენ გიგვეს ეს წეღან ეგეთი არისო? ხო და ეს არის თქვენი ჩარჩოები, მეგობრებო. თქვენ ჩარჩოებს, ეცდებით რომ სხვას მოარგოთ თქვენი ჩარჩოები. და კაცობრიობის უმრავლესობა სხვათა შორის სხვის ჩარჩოებს თვითონ ირგებს. და ამის გატეხვა არ ძალუძს, ვერ ძალუძს, იმიტომ რომ იცი რა, ჩემმა ქმარმა დამინახა მე ესეთი და ეხლა რო ესეთი გავხდე, ან ჩემმა მეზობელმა დამინახა მე ესეთი და ეხლა რო ესეთი გავხდე, ხო გაუკვირდება, გაუკვირდეს მე. წავიდეს და იაროს. გაუკვირდეს, შენ რა, შენზე რატო ახდენს ზეგავლენას იმის რაღაცა ჩარჩო. შენ ნახე ვინ ხარ შენ. სხვათა შორის მე ძალიან მეშინოდა ხოლმე ახალგაზრდობაში ესეთი ადამიანების დანახვა, როგორიც ახლა მე ვარ. ახლა გეტყვით რატო? საზოგადოება არ აქცევს ადამიანს ჩარჩოში, ამას თმები არ აქვს შეღებილი, ეშინია, ეგრევე შიში იწყება. ამას ეს არ აქვს, ამას ის არ აქვს, ამას ესი არ აცია, თმები არ აქვს დავაცლი, ეს ქალს არ გავს, ეს კაცს არ გავს. და სხვათა შორის დღეს მამაკაცების წვერების ძალიან ეშინიათ ქალებს, რომლებაც მიიღეს კომუნისტური აღზრდა.
მე ძალიან მიზიდავს მამაკაცში მწვერები. მამაკაცი უწვეროთ არც მიზიდავს. საერთოდ ზედ ვერ ვხედავ მამაკაცებს, უწვერო მამაკაცებს. უწერულვაშო მამაკაცებს, ხო ესე რა ვთქვათ. ჩემი გონება ვერ აღიქვავს, იმიტომ რომ მას აკლია რაღაცა ღმერთმა მისცა თმა, რომელიც უნდა გქონდეს და ამან ადგა და მოიკვეთა, მოიბარსა. წარმოიდგინეთ ახლა ეს ქალისთვის რა დამშოკველი მდგომარეობა, რომ მამაკაცში მამაკაცურობას უნდა ხედავდეს, გესმის? და სხვათა შორის მამაკაცი როდესაც ატარებს წვერულ ვაშს, მასში გაცილებით მეტი ინფორმაცია შედის და მიმღებია ინფორმაციების, ვიდრე ის მამაკაცი, რომელიც წვერს იპარსავს. იმიტომ რომ თმა არის ინფორმაციის მიმღები. ინფორმაციული ველის მიმღებია. თუ კი სენსორები გინდა გაიძლიერო, აუცილებლად მოუშვი თმა და ნუ შეიღება თმას. თუ კი შენ გინდა რომ გახვიდე ჩარჩოებიდან და აუცილებლად გრძნობდეს შენს ირგვლივ რა ხდება, თმას ხელი გაუშვი თმას. თავი გაანებე თმას, ნუ დაადებ ზედ ნურცერთ ფერს და ნურცერთ ნუ შეიჭრი თმას. თმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს ნაწილია, ჩვენი კანის ნაწილია, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით იღებს ენერგეტიკას იმ ადგილმდებარეობის, სადაც იმყოფები. და იმის მიხედვით შენ ინტუიცია განგივითარდება, ან ჩაიხშობა, თუ თმას ხელს მოკიდებ და დააზიანებ და ძალიან დიდი, ამიტომ არის რომ დიდი ტრავმა, პირველი ტრავმა, ჩემი ყველაზე დიდი ტრავმა, რაც მიმიღია ცხოვრებაში, იყო ის დრო, როცა დედაჩემა გრძელი თმა მომკვეთა. აქ იყო ჩემთვის მთელი ქვეყანა დაიქცა. ეს იყო ჩამომექცა მთლიანად დედამიწა თავზე დამექცა. აქ მოხდა დიდი ტრანსფორმაცია, დედაჩემი მეკითხება დღემდე როგორ ვერ დაივიწყო. იმას კი არ ფიქრობს, თურმე რა გამიკეთებია, როგორ დამიზიანებია მე ამ მომენტში ეს ადამიანი, რომ დღემდე ვერ დაავიწყდა, გესმის და იმას მერჩის ისევ რომ როგორ დღემდე ვერ დაივიწყეო, აქ ხდება ისეთი დიდი ტრანსფორმაცია შენში. შენ წაგართვეს ხელსაწყო, წარმოგიდგენიათ, შენ რომ ადგენდა ხელი მოგკვეთო. ეს ხელის მოკვეთა კიდე უფრო ადვილად გადასატანი შეიძლება იყოს, ვიდრე როდესაც ბავშვი, როდესაც იწყებს აი იმ ველის აღთქმას, იმ ენერგეტიკული ველის შესწავლას, თმის მეშვეობით, შენ ადგე და ეს მოკვეთო. შენ ვერ წარმოიდგენ იმ ადამიანისთვის, რომელიც იმისთვის დაიბადა, რომ სამყაროს დააკვირდეს, სამყარო აღიქვას, შენ ამის უნარს მოკვეთ. შენ ვერასდროს ვერ გაიგებ ამას ადამიანი, რომელიც არ გაქვს ამის უნარი. რომ იყო ემპათიური. თუ ემპათია არ გაქვს ადამიანების მიმართ, შენ ვერასდროს ვერ გაიგებ ეხლა მე რა ვთქვი. თმა მოკვეთო, ამაზე გაგეცინება, კი არა, ხარხარი შეიძლება დაიწყო. საცინრად არ გეყოს ისეთ რაღაცას გეუბნები ეხლა მე შენ რა. ვინც ემპათიას არ გამოხატება, რომელ ადამიანშიც ემპათიურობა არ არის ჩამოყალიბებული, დაბადებიდან დაყოლებული, ხომ? მისთვის ჩემი სიტყვები არის სასაცილო. თმას მიაქციეთ ყურადღება, მეგობრებო რა. ყველაზე საუკეთესო რამ, რაც ღმერთმა მოგცათ თქვენ, კაცებო, მამაკაცებო, გაანებეთ თქვენ წვერებს თავი, ნუ აღიზიანებთ ამ თმა არის იმისათვის, მამაკაც რატომ ისცა იცით წვერები, მეგობრებო? იმიტომ რომ მდედრი ენერგია მამრ ენერგიას გაცილებით უსწრებს. მამაკაცი რატოა თმაჭარბიანი თუ იცით?
იმიტომ რომ დედრს ესაც ყოფნის ინფორმაციის მისაღება და მამაკაც უფრო მეტი სჭირდება. ამიტომ მამაკაც უფრო მეტით მას სჭირდება იმისათვის რომ გარემო აღიქვას ისე ჯანსაღად როგორიც არის. მკერდზე, იღლიაში, პირზე თუ თვალებზე თუ თმაზე თუ სადაც თმა რაც მოგცა ღმერთმა ის მნიშვნელოვანია შენთვის. ის უნდა მიიღო ისეთი როგორიც გაქვს. მოიწესრიგე, მაგრამ თუ მაინც მოწესრიგება გინდა, ნუ მოიპარსავ. ამიტომ როდესაც მამაკაცები მე-12 საუკუნის ამბავია ეს ახლა და კიდე უფრო ადრინდელი და კიდე უფრო გვიანდელიც მამაკაცი რომ რაღაცა დანაშაულს ჩაიდენ და ულვაშებს მოპარსავდნენ ხოლმე. და ყველა მიცოდა რომ ეს იყო შერცხვენილი. მისი დასაშელი იყო ეს. გაპარსავდნენ ხოლმე კიდევაც ეს თუ ძალიან საშინელი ცოდვა ჩაიდინა. ეხლა მეორეც შევიმატე მეგობრებო, ერთი ხომ აქვს. ეხლა მეორეც შევიმატე. თამარ შენი წვრილი ნაწლავი ამისათვისაა ხო? მეც ისე მტკივნეულად მახსოვს ბავშვობაში თმის გადაპარსვა. ეს არ ვიცი საიდან მოდის ხალხო, არ ვიცი საიდან რატო უჩვენდება. ნუ ეხლა ვიღაცა გაიმართლებს თავს, ტილები ყავდაო და ისო და ესო. ტილები მოკლედ მაშინ ჩნდება, ეგრე არ არის რა. ტილებზე არ არის, აქ იყო სისტემა იყო ეგეთი, რომ ანუ პირდაპირ მესიჯს უშვებდა რომ ხალხს ეგ გაეკეთებინა. და პარსავდნენ თმებს ამ ბავშვებს და პარსავდნენ და ჭრიდნენ. ეს ის თაობა იყო, რომელსაც დიდი ინფორმაცია შემოჰქონდა ველში და ეს არ აწყობდა აი ამ დამპალ სისტემას, რომელმაც ყველაფერი კარგად იცის, რომელმაც ეზოთერიკაც იცის და ყველა ის წიგნი აქვს წაკითხული, რომელიც ჩვენ დაგვიმალეს და რომელშიც ინფორმაციებია ერთ-ერთი. თქვენ გონიათ რომ რამე იცვლება მეგობრებო? ერთი და იგივე წრეზე დავდივართ ჩვენ. ერთი და იგივე ხდება, იმიტომ წინასწარმეტყველება, თორემ სხვა ახალი არაფერი არ ხდება, გარდა ერთისა, მოვიდა ქრისტე და გაარღვია ეს ჩარჩოები. გავიდა, ანომალია იყო იმ დროისთვის ქრისტე. იმიტომ მოკლეს. ეს იყო წარმოუდგენელი რაღაც, რაც ქრისტემ გააკეთა. პირდაპირ თლიანად სისტემა დაარღვია. გაანგრია და გაჭრა. იმიტომ აღსდგა. და ისევ ჩაკეტეს მერე გესმის. ვითომ უკეთესი ხარისხით თმა რომ ამოსლოდა. არა. ვითომ უკეთესი, ვითო. არასდროს არ მქონია გადაპარსული თმა არც ჩემს შვილებს. გაგიმართლა ნონა, გაგიმართლა. ასაკი თუ ჩარჩო. ჩვენს ასაკს თვითონვე ვქმნით, გესმით? და თუ იტყვი რომ wait a minute please. No. ერთი წამით მოიცადეთ? აბა აქეთ გავიხედოთ და წერია ესეთი რა. 35 წლის ასაკის შემდეგ ადამიანები აღარ დაბერდებიან. სხვადასხვა არის ესეთი ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ მარსზე არის სიცოცხლე, სადაც 35 წლის მერე აღარ ბერდებიან. ისინი ინარჩუნებენ თავიანთ გარეგნობას. საინტერესოა, ხო? 35 წლის ასაკის მერე ადამიანი აღარ ბერდება, თუ ის ავად არ არის. სულიერი, ანუ ფიზიკური, მენტალური და ასტრალური ველის დაავადება თუ არ სჭირს მას, ის 35 წლის ასაკის მერე აღარ იცვლება. ამიტომ თამარზე წერია ესეთი რამ რა. 17 წლისას გამებდა თუ 16 წლისას გამებდა და სიბერემდე იმეფაო და თამარი იყო ძალიან ახალგაზრდა რო გარდაიცვალა რა. თამარს ვერ არ ეტყობოდა ასაკი საერთოდ.
და ღრმა სიბერემდე იმეფაო რო ამბობენ, ხო? ქალმა 20 წელი იმეფა. 20 წელი, ახლა იმათთვის იმ საზოგადოებისთვის 20 წელი უკვე დიდი იყო, 20 წელი ჩვენს მეფეებს იშვიათად უმეფიათ, გესმის? უფრო მეტად რა, 10 წელი, 8 წელი, დავით აღმაშენებელ ყველაზე დიდი ხანი მე მგონი და ეს იყო მისთვის ამ საზოგადოებისთვის 20 წელი რო იმეფა ქალმა ძალიან დიდი ასაკი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ თამარი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ძალიან ახალგაზრდა. მე ვამბობ რომ 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თამარი. 42-43 წლის ასაკში. ჩემი კვლევის მიხედვით. და არსებობს კიდევ მეორე გაურკვეველი ვითარება 32 წლის ასაკში გააჩინა ესე იგი ლაშა გიორგი და ლაშა გიორგი იყო 18 წლის როცა ის გარდაიცვალა თუ 17 წლის. აბა 32 წელს მივუმატეთ 17 რამდენი გამოდის? ხო? აი 50 წელს 52 წელს იყო, მაგრამ ეს ჩემი გამოთვლით. იმიტომ რომ ქართლის ცხოვრებაში ქრონიკონის მიხედვით როგორც გამოვთვალე, თამარი გამებდა 21 წლის პირველად და 24 წლის მეორედ, 24 წლის იყო მეორედ რომ გამებდა და 24-ს მივუმატე 20 წელი, რამდენი გამოდის? 24-ს რო 20 წელი მივუმატო, გამოდის 44 წელი, ხო? ანუ ძალიან გაურკვევლად არის თამარზე ქრონიკონის მიხედვით და ის ასაკები, რომელიც ჩამოთვლილი არის, გააჩინა. ესე იგი, ქრონიკონის მიხედვით თამარმა 32 წლის ასაკში გააჩინა პირველი შვილი. და თუ თამარმა 32 წლის ასაკში გააჩინა პირველი შვილი და ლაშა გიორგი 17 წლის იყო რომ გარდაიცვალა თვითონ, მაშინ უნდა ყოფილიყო თამარი 50 წელს გადაცილებული და თუ 24 წლის გამებდა თამარი და 20 წელი იმეფა, მაშინ 44 წლის უნდა ყოფილიყო თამარი, ხო? ხო ესია, ხო არ ვწდებია რა. 20 მივუმატოთ 20, ხო 40-ია. ხო არ მეშლება. კაცი უწვერო ულვაშოთ ისევ უშნოდ გამოიყურება როგორც ქალი ჯიქან გადმოყრილი. ჯიქან ზოგს ძალიან უყვარს ჯიქან გადმოყრილი ქალები განსაკუთრებით მამაკაცებს, რომლებიც არიან კირჩხიბის წელში დაბადებული. წელში კი არა, კირჩხიბის თვეში დაბადებული. კირჩხიბ მამაკაცებს ეკეტებათ ჯიქან გადმოყრილ ქალებზე, რა ვქნა ასია. თმაწვერს აქვს მნიშვნელობა, ყველაზე ცუდად გამოიყურება კაცი, როცა ცუდ წვერულვაშს ატარებს და შემდეგ გაიპარსავს. შემდეგ იმას გაიპარსავს. როგორა საქმე, ესე იგი მე ვარ შენ, შენ ხარ მე? გიხუტე გულში დაო, განათლებაში რაც წყულებები გესაჭიროება ამით დავკავდეთ და ანუ ცვლილებები ალბათ ხო, ცვლილებები გინდოდა დაგეწერა, გვესაჭიროება ამით დავკავდეთ და წვერულოშიც გაგვეზრდება, რამდენად გავიზრდებით, რამდენადაც მოდასაც იმედია დავხვეწავთ ჩვენო სახე სარკე იმედ სუხარული სიყვარული გიჟო ემზარ რა საინტერესო წერითი ის გაქვს, რა ქვია, წერის სტილი. ლაშა გიორგიზე რას გვეტყვი? ნაპერწკალი. ჩემი საყვარელი ლაშა გიორგი. ძალიან საყვარელი იყო ლაშა გიორგი. ლაშა გიორგი ერთადერთი იყო, ვინც მიხვდა დედამისის აზროვნებას, რო იცოდეთ რა. ერთადერთი შვილი იყო რუსუდანი იმდენად. ხო, ანუ ლაშა გიორგი მოიცა სხვაძეს წავიკითხავ და მე გავაგზავნე ლაშა გიორგიზე. იმედო დესაძე წერს, შენ მომეცი ინსპირაცია თამა, რომ ვეფხისტყაოსანი წამეკითხა და არ ვიცი როგორ გადმოვცე მიხსნის ასე თქვათ გავყევარ, მაგრამ ზოგჯერ თუ არ ვარ განწყობაზე ვაფშე ვერ მესმის რა წერია. ხო,
კი, ეგრე არის, განწყობა უნდა გქონდეს, თორე განწყობა თუ არ გაქვს, ეს ძალისხმევას თხოვს. ვეფხისტყაოსნის წაკითხვა, იმიტომ რომ შენ უნდა შეგეძლოს მენტალური, ანუ მაღალ სიხშირეზე თუ არ ხარ, შენ ვერ გაიგებ რა წერია და სასაცილოდ მოგეჩვენება ყველაფერი. უბრალოდ რომანტიულ ამბად, რომელიც დაიწერა მე-12 საუკუნეში და შოთას უყვარდა თამარი თურმე და ასე დაწერა შოთამ თამარის სიყვარულის გამო ეს და დაასო წერტილს, ეგრე ჩარჩოში ჩასო და მორჩა. 27 ჯერო წაიკითხო ვეფხისტყაოსანი 27 ჯერო ეს სხვა რაღაცებს საერთოდ რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო იმდენჯერ სხვა რაღაცას გაგიხსნის იმდენად ყვავილია ეს უცხო ყვავილი ხო და ნაპერწკალი ლაშა გიორგიზე გავაგზელოთ მოდი იცი რა ამაზე ცალკე იმას ჩავწერ ეს ეხება დუალურ სულსა და ტყუპ სულებს და ლაშა გიორგის განვიხილავ ამ ჭრილში კარგით დუალური სულებისა და ტყუპ სულების ლაივს ჩავწერ მე ამ თემასთან დაკავშირებით და განვიხილოთ ლაშა გიორგი რას გადიოდა რომ თავის ტყუპის ცალთან ტყუპ სულთან ალთან ანუ ტყუპ ალთან არ ქონდა შეჯვარების უფლება არ მისცეს ამის უფლება ვინ არ მისცა ამის უფლება ურჩხულებმა მოვიდნენ ჩაიცეს შავები და უთხრეს ლაშა გიორგის შენ არაო შენთვის არ შეიძლებაო ჩვენ დავაწესეთ აქ წანონებიო და დოგმებიო შენ არაო შენს გულს არ მოусმინო ჩვენ მოგვისმინეო ამინ დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულს ამინ მეც ძალიან მიყვარს ლაშა გიორგი ბავშვობაში წავიკითხე ლაშარელა და ლაშარელას თეთრი ღამეები დიდ შთაბეჭდილებაში ვიყავი ავტორი არ მახსოვს წავედი მეგობრებო გაკოცეთ თორე გავიყინე ახლა მანქანაში ხო და კიდევ შემოგიერთდებით და კიდევ გაგანდობთ სხვადასხვა თემებს, ოკეი? კარგად, გისურვებთ საუკეთესო დღეს.